კარგი. მოგესალმებით. დღეს გვაქვს თემა ჩაკრები და კუნდალინი. მოდი პირდაპირ დავიწყოთ პირველივე სლაიდიდან, შემდეგი სლაიდიდან. ჩაკრები გავრცელებული სახით არის ენერგეტიკული ცენტრები. ანუ ამას უწოდებენ ენერგეტიკულ ცენტრებს, რომლებიც მდებარეობენ ჩვენს სხეულში და რომლებზეც არის დამოკიდებული ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ასევე ფსიქიკური მდგომარეობა. აგრეთვე თანამედროვე გაგებაში ჩაკრებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული წარმატება ან წარუმატებლობა ბიზნესის თვალსაზრისით, კარიერის თვალსაზრისით, პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც და ასე შემდეგ. ანუ შენი მთლიანი, ასე ვთქვათ, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები დამოკიდებული არის ჩაკრებზე და არსებობს სერვისებიც, რომლებიც თავაზობენ ჩაკრების გახსნას. ხო. ახლა დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რა არის ჩაკრა. ანუ ჩაკრა სანსკრიტული სიტყვა არის და ნიშნავს ბორბალს. ასევე ჩაკრები განიმარტებიან ასევე როგორც ლოტოსები და არის, ასე ვთქვათ, მედიტაციისთვის საფოკუსე წერტილები. შენ რა ქენი იცი? მოდი ხო, ანუ პერიოდულად თან სლაიდები აჩვენე, თან მეორეს. ოკეი. ხო. ხან მთლიანი ეს გაუში ხოლმე რა. არა, ჯერ არ გადავიდეთ. ხო. ესე იგი, მნიშვნელოვანი არის რა ასევე, რომ თვითონ ბორბალს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, საკრალური მნიშვნელობაც ისეთ სულიერ პრაქტიკებში, რომლებიც უფრო საერო, ასე ვთქვათ, ტრადიციებში შეიქმნა. მაგალითად, ბუდიზმში. ბუდა წარმომავლობით რა კასტასაც ეკუთვნოდა, იმ ტრადიციაში ბორბალს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე ბუდიზმში ბორბალი, როგორც თარმის ბორბალი და ასე შემდეგ, ეს სიმბოლიკა ხშირად გვხვდება. და ასევე ხშირად გვხვდება ტანტრულ სისტემებშიც. როგორც ჩანს, ბორბალი არის ერთგვარი რაღაც ალბათ ცივილიზაციის, პროგრესის სიმბოლოც, ხო, იმდროინდელი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგია არის. ასევე ბორბალი გაიგივებული არის ვედებში, როგორც მეფის მიერ სამეფოს მართვის საფუძვლად, როგორც რაღაცა საჭერითაც იმართება და აქ არის ასევე ღვთაება ვიშნუს ცოლი გამოსახული, ანუ ჩაკრეშვარი. ნახეთ, აი როგორი საინტერესო გამოსახულება არის, ანუ ეს არის მე-9 საუკუნის ბორბლებით ხელში. ანუ ბორბლები წინაპირობა იყო უკვე და მაგალითად აი კიდე ერთ რაღაცასაც გეტყვით, რომ ცნობილი კონცეფცია, დუქას კონცეფცია, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც ტანჯვა ან სიდუხჭირე ან როგორც გნებავთ, ესეც შეიძლება ერთ-ერთი პირველადი პირდაპირი თარგმანით ნიშნავდა ბორბლის ხვრელის, ასე ვთქვათ, შეუთავსებლობას ღერცთან. ანუ როცა ამბობენ, რომ სამყარო უბრალოდ ცხოვრება არის დუქა, ნიშნავს, რომ არის რაღაცა, რაც ვერ ერგება, რაღაცა ვერ ჯდება და ეს პროცესი არის ის, რაც უნდა დაიძლიოს. მოკლედ ეს უბრალოდ რაც შეეხებოდა სიმბოლიკას. გადავიდეთ შემდეგზე. ხო. რაც შეეხება თვითონ ჩაკრების რაოდენობას, აი აქ არის სხვადასხვა რაოდენობა არის მოცემული. გავრცელებული რაოდენობა ჩაკრების არის 7, მაგრამ მე ვიტყვით, ანუ ეს 7 რატო არის ესეთი პოპულარული, თუმცა თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ იოგას სისტემაში და იოგას ტრადიციაში, სადღაც მე-6 საუკუნიდან მოყოლებული 6 ჩაკრის სისტემა იყო დომინანტი.
ანუ მოიაზრებოდა რომ არსებობს 6 ჩაკრა. ზოგიერთ ტექსტში, როდესაც არის მე-7, უბრალოდ სახასრარა ის არის არა როგორც ჩაკრა, არამედ როგორც ცენტრი, მაგრამ ასე ვთქვათ, მთლიანად შუა საუკუნეებში მოიაზრებოდა რომ დომინანტი არის ის, რომ არსებობს 6 ჩაკრა. მაგრამ ეს სხვადასხვა სისტემები არის. ჩაკრების სისტემები გვხვდება ასევე ბუდიზმში, ანუ ვაჯრაიანა ბუდიზმში. აი აქ არის ვაჯრაიანა ბუდიზმში ტანტრული ბუდიზმის სკოლებში უფრო დომინანტი არის 4 ჩაკრას სისტემა. აქ უბრალოდ 5 არის მოცემული, მაგრამ 5 ჩაკრის სისტემაც ასევე არის ცნობილი. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ხო, ესე ქრისტეშობის მე-12 საუკუნიდან მოყოლებული იოგას ტრადიციაში არსებობს ფართოდ გავრცელებული კონსენსუსი, რომ არსებობს 6 ჩაკრა, თუმცა ასევე ცნობილია სხვა რიცხობრივი ვარიანტებიც. ეს ყველაზე გავრცელებული არის ეს სახელწოდებები, რომ არსებობს მულადარა ჩაკრა, რომელსაც შეესაბამება ქალღმერთი ან ღვთაება, შემდეგ დაკინი, თქვა სვათისთანა, მანიპურა და შემდეგი შესაბამისი ღვთაებები არის მათ შესაბამისობაში და აჯნა ჩაკრა. ხო, ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის ციტატა ზედა აბზაცი არის ციტატა იოგას ფესვები, ესეთი წიგნი არის ჯეიმს მალინსონის, სადაც ის ამბობს, რომ გასული საუკუნის განმავლობაში ჩაკრები გახდა იოგას თემაზე არსებული გლობალური დისკუსიის მთავარი საგანი, თუმცა ხანდახან რადიკალურად სახეშეცვლილია მათი ახალი ჰერმენევტიკული გარემოს შესაბამისად, როგორიცაა New Age რელიგიურობის, ასე ვთქვათ, კულტი და იუნგის ფსიქოლოგია. ესე იგი, ჩაკრების სისტემა მე-20 საუკუნეში, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც არის ახლა დღევანდელობაში მოცემული. ხოლო ეს წიგნი Rainbow Body არის ასევე ძალიან საინტერესო კვლევა არის და ესეთ რაღაცა არის ამ წიგნიდან. თუ ოდესმე დაგვადებიათ შეკითხვა ჩაკრების სისტემების შეუსაბამობებთან დაკავშირებით, ან გაინტერესებდათ საიდან წარმოიშვა მათი სახელები, ფერები, ფერებს ხას გაუსვამდი, იმიტომ რომ ეხლა ცნობილი არის 7 ფერი, ანუ ცისარტყელას ფერი, როგორც ეს ნიუტონის მიხედვით არის დაყოფილი, მაგრამ ეს არ არის საერთოდ კავშირში აღმოსავლურ შეხედულებასთან, ანუ ეს ფერები საერთოდ არ ემთხვევა აღმოსავლურ გაგებას, ანუ ჩაკრების შესახებ, არც იოგაში, არც ტანტრაში. ესე იგი, მათი მდებარეობები და სხვა ასოციაციები, ეს წიგნი გვირდება, რომ ეს არის კვლევა ამის შესახებ, ხო? თავისი ილუსტრაციებით. და როგორ განვითარდა, ასე ვთქვათ, მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან დღემდე. შემდეგზე გადავედით. ინდური ტანტრას სწავლებებზე დაფუძნებული ჩაკრები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ფოკუსის წერტილები სამკურნალოდ მედიტაციისთვის, ფიზიკური, ემოციური და სულიერი სარგებლის მისაღწევად. დაწყებული ჯანმრთელობის გაუმჯობესებიდან დასრულებული საბოლოო გასხივოსნებით. თანამედროვე იოგას მასწავლებლები, ენერგიებით მკურნალები, ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩაკრების სისტემა ათასობით წლისაა. ეს წიგნი რო დაიწერა, ალბათ იმის შემდეგ კიდე ბევრი რამ შეიცვალა, იმიტომ რომ მეტი კვლევა წამოვიდა და კვლევების შედეგად ესეთი ინფორმაცია უფრო გაიფილტრა, მაგრამ მართლაც ხანდახან წარმოდგენილია ისე, რომ თითქოს ეს ჩაკრები მართლაც რაღაცა ძალიან იმ სახით, რა სახითაც ეხლა არის
გავრცელებული თითქოს მართლაც რაღაცა ძალიან ძველი ათასობით წლის ასე ვთქვათ ტრადიცია აქვს ამას, თუმცა დასავლეთში ყველაზე გავრცელებული ვერსია, რომელიც დღეს გამოიყენება, მხოლოდ 1977 წელს ჩამოყალიბდა. ანუ ფაქტობრივად Pink Floyd-ები უფრო ძველია ვიდრე ეს ჩაკრების სისტემა. შემდეგი. ხო. და აქ არის ის სახელები, ვისთანაც არის დაკავშირებული მე-19-ის ბოლოში და მე-20 საუკუნეში ამ ჩაკრების სისტემის ისეთ განვითარებაში, როგორც ეს თანამედროვე სახით არის მოცემული. აქ არის მაგალითად ბლავაცკაია, ანუ არის შტაინერი, ალისა ბეილი, მაგალითად კარლ იუნგი, რომელიც დაინტერესებული იყო აღმოსავლეთით და დაინტერესებული იყო იოგათიც და როგორც თვითონ ამბობს იყო მიმდევარი იოგასი და ასევე დაინტერესებული იყო ბუდიზმით, რამაკრიშნა, ასევე აურობინდო და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად უბრალოდ იუნგზე უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ იუნგმა თავისი არქეტიპები აიღო ტიბეტური წიგნიდან ბარდო ტედოლ, რომელსაც თარგმნიან როგორც ტიბეტური მკვრების წიგნი. ანუ მან ასე ვთქვათ დააკავშირა რაღაცნაირად ის ღვთაებები, რომლებიც აღწერილია იმ წიგნში, ამ ბუდისტურ წიგნში, ბარდოში, რაც ნიშნავს მდგომარეობას, გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის და ჩათვალო, რომ ეს ძალიან ასე ვთქვათ სწორი სისტემატიზაცია არის იმისთვის, რომ საფუძვლად დაედო თავისი ფსიქოლოგიური არქეტიპებისთვის. და ამით უბრალოდ იმას აღნიშნავ, რომ ეს კავშირები რაღაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ანუ ესეთი ძალიან ესეთი ინტენსივობით მე-20 საუკუნის დასაწყისში ფორმირდებოდა. შემდეგ ესე იგი, თუმცა ეს არის უკვე ამონარიდი წიგნიდან ისევ Roots of Yoga, ჯეიმს ვალინსონის, თუმცა როგორც ვნახავთ, ჩაკრები ყოველთვის არ წარმოადგენდა იოგას ტრადიციის ამგვარ საყოველთაო თვისებას და გავრცელებულია ალტერნატიული და დამხმარე სქემები, როგორიცაა მედიტაციის საყრდენები. ნახეთ რა იგულისხმება, რომ ესე იგი ტანტრაში ადამიანის სხეულს წარმოიდგენდნენ როგორც ისეთ რამეთ, რაც შედგება ჩაკრებისგან, ანუ მასში არის ჩაკრები. და არსებობს ჩაკრების სისტემა, როგორც თავიდან თქვით, რაზეც დამოკიდებული არის ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მდგომარეობა, ხო? მაგრამ თუ არსებობს ჩაკრები და საჭირო არის ანუ მათზე ზრუნვა, მაშინ არსებობს ასევე ართხებიც. ხო, ანუ იგივე ტრადიციებში, იგივე ასე ვთქვათ, მოძღვრებებში, სკოლებში და ასე შემდეგ, ანუ შენ არა მარტო ჩაკრებზე გაქვს საზრუნავი, არამედ გაქვს ართხებზე, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სულიერი საზრუნავი არის. ასევე გრანთები, რომელიც შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც კვანძები, რომლებიც ასევე უნდა განჭოლოს ენერგიამ და აქ არის და არსებობს კიდევ სხვადასხვა სქემები. ხო, ანუ ესე მარტივად არ არის წარმოდგენილი, რომ მარტო 6 ჩაკრა არის და ამით ამოიწურება. ხო, ანუ გაცილებით რთული სისტემა არის, ანუ წარმოდგენილი და თან ლოგიკურიც არის, რომ თუ ბარემ ჩაკრებს მიყვები, ბარემ რატომაც არა დაუშვათ შეგიძლია აიღო სხვა სისტემები და რაზე არის საუბარი. შემდეგზე ხო ეს სანდერსონი, ხო ეს არის სანდერსონი, ოქსფორდის მკვლევარი. ხო, სანდერსონი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ სხვადასხვა ტანტრულ ტრადიციაში იოგური აი როდესაც განიხილავენ იოგურ სხეულში იგულისხმება, რომ სხეული შედგება ჩაკრებისგან, ენერგეტიკული არხებისგან და ასე შემდეგ.
ასევე იქ ხდება, რომ არსებობს 6 სეზონის პრინციპით დაყოფა, არის 5 კვანძი, 5 სიცარიელე, ანუ ვიომა, 9 ბორბალი, 11 ბორბალი, ანუ სხვადასხვა რაოდენობა არის, რა, ანუ გააჩნია რომელ ტექსტს მიყვებით. 16 ლოტოსის მინიმუმ 3 წყება, 16 კვანძი, 28 სიცოცხლის წერტილი. ანუ ნახეთ, თქვათ შუა საუკუნეების რაღაცა ტექსტს კითხულობ, თქვათ ან ჩაკრებზე, ან ენერგეტიკაზე, როგორც ახლა ამას უწოდებენ. სხვადასხვა ლიტერატურაში რაოდენობა არის სხვადასხვა სქემები არის, ან ერთდროულად ერთი და იგივე სისტემაში არის კვანძების გახსნის სისტემაც და არის ასევე ჩაკრების სისტემაც. აი მე კონკრეტულად ესეთ მაგალითს განვიხილავ ხათხა-იოგა პრატიპიკაზე, ანუ ხათხა-იოგას ტრადიციაში ორმაგი სქემა არის, ანუ სექსუალური ენერგიის და კუნდალინის სქემა მუშაობს ერთმანეთის პარალელურად. ხო. შემდეგ ეს არის ხო მალიnsons წიგნიდან ისევ იოგას ფესვები ერთ ტრადიციაშიც კი როგორიც არის ნეტრატანდრა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი არის იოგურ სხეულში მდებარეობების მრავალფეროვნება შესაძლოა ძალიან კომპლექსური იყოს უფრო მეტიც ჩაკრებისგან განსხვავებით ზოგიერთი ამ წერტილთაგანი როგორიც არის მარმანები და ართები არ მდებარეობს სხეულის ცენტრალურ ღერძზე. მაგალითად, ეს ტექსტებს მე დავასა. და ჩაკრები ასევე შესაძლებელი არის, რომ მდებარეობდეს სხეულის გარეთაც. ხო. აქედან გამომდინარე მაგალითად შემდეგი ტექსტი ეს მე თარგმნი არის, აი რომელიც ვახსენებ მნიშვნელოვანი ტექსტი არის, ანუ ნეტრა ტანტრა, ეს არის ქაშმირული შივაიზმის ტანტრა არის მე-19 საუკუნის ტექსტი არის, სადაც არის მოცემული, რომ აი ნახეთ როგორ არის ახლა მე გასწავლი შეუდარებელ ნატიფ მედიტაციას, აი როგორ არის აღწერილი და ძალიან საინტერესო არის, აი როგორი შეხედულებები აქვს და როგორი წარმოდგენები აქვს. იგი მოიცავს 6 ჩაკრას, 16 საყრდენს, 3 ფოკუსს, 5 სიცარიელეს, 12 კვანძს, 3 ძალას, 3 ყოფილისკენ და 3 ძირითადი არხისკენ მიმავალ 3 გზას. იცი რომ სხეულის მშვენიერება ასეა მოწყობილი, მაგრამ აღმოაჩენ რომ კიდევ შევსებულია 10 ძირითადი არხით. ხო, მათი სიმრავლე არის 35 მილიონი სავსე ჭუჭყით და დაავადებებით. იოგი კვებავს თავის ან სხვის სხეულს უქტავების ნექტრით, რაც კუნდალინთან არის დაკავშირებული, რომელიც წარმოიქმნება დიადი ნატიფი მედიტაციიდან და იძენს ღვთაებრივ სხეულს, რომელიც თავისუფალია ყველა დაავადებებისგან. იმ ადგილას, სადაც გენიტალიებია, ჯანმა ეწოდება, მდებარეობს ნადი ჩაკრა. თვითონ სახელწოდება მაგალითად სხვა ტექსტში იქნებოდა სვათისთანა, ხო, სადაც გენიტალიები არის, მაგრამ ეს სახელწოდებები შესაძლებელი არის სავსებით არ ემთხვეოდეს. ჭიფში დიადი ჩაკრა მდებარეობს სახელად მაია, იოგი ჩაკრა გულშია, სასის ჩაკრას ეწოდება ჰედანა, ბინდუში არის დიპტი ჩაკრა. ნადაში მდებარე ჩაკრას ეწოდება შანტა. იოგმა უნდა გახსნას ყველა ჩაკრა, რომლებიც ახლა იქნა გადმოცემული ცოდნის מחვილით. აი საინტერესო არის რა, მე-19 საუკუნის ტექსტი არის, ხო? 6 ჩაკრა და გარდა ამისა ამდენი ასე თქო საზრუნავი. იცით რა, აქეთ ხო არ გირჩევნიათ რომ ამას უყუროთ. ხო, გადმოდით აქეთ, ანუ არავის დაეფარები. კი, გადმოდით. კი, მართლაც აი ეს მთავარი ვიზუალები არის რაღაც ხო. აბსოლუტურად სადაც მოგიხერხდება თავ. აი თუნდაც აქეთ წინ რა. ოკეი.
გადავიდეთ შემდეგზე. აი ეს წიგნი მაგალითად Roots of Yoga ძალიან საინტერესო წიგნი არის და ძალიან მნიშვნელოვანი უახლოეს წლებში რაც გამოსულა მართლაც და აქ არის ძალიან საინტერესო რამ ნათქვამი. ჩაკრებიც შესაძლოა განლაგებული იყოს ფიზიკური სხეულის გარეთ, ხო? ეს კიდევ ერთხელ არის იმიტომ რომ იოგური ფიზიოლოგიის კონკრეტული ელემენტები, განსაკუთრებით ჩაკრები და ართხები არ წარმოადგენენ იოგის ემპირიული დაკვირვების შედეგს. არამედ წარმოადგენენ ტრადიციისთვის დამახასიათებელი მეტაფიზიკისა და რიტუალური სქემის ვიზუალური ინსტალაცია სხეულზე. ნახეთ, ეს მალიｎსონი აკეთებს ესეთ დასკვნას, რომ თვითონ მალიنسონი არის ინიცირებული მიმდევარი, წლების განმავლობაში ერთ-ერთ ძალიან ასკეტურ ტრადიციაში, ამავდროულად არის აკადემიური წრის წარმომადგენელი, სანსკრიტის პროფესორი და ასე შემდეგ, ის იცნობს ტრადიციას შიგნიდანაც და გარედანაც, მაგრამ არის ბევრი ტექსტი, რომელშიც არის იმდენად განსხვავებული რაღაცები დაწერილი ამ ჩაკრების შესახებ, რომ და გამოდის ესეთი დასკვნა, რომ ჩაკრა არ არის რაღაცა ისეთი რამ, რაც ემპირიული დაკვირვების შედეგად ვიღაცამ მიაგნო. თქვათ, რომ არის რაღაცა ორგანო გული და თქვათ, გაჭრეს ადამიანი, ნახეს, რომ მართლა გული ყოფილა. არამედ ეს არის ამ ტექსტის მიხედვით, რა წარმოდგენებიც აქვს სამყაროზე ადამიანს, მის სასურველ ღვთაებაზე, აი ამ წარმოდგენების ინსტალაცია, გადმოტანა არის სხეულზე. როგორც რა წარმოდგენაც გაქვს მაკროკოსმოსზე, როგორ არის სამყარო მოწყობილი, რომელი ღვთაებები მართავს და ასე შემდეგ, რომ ეს დააპროექციროს შენს თავზე როგორც მიკროსამყაროზე. და ამიტომ არის განსხვავებული რომელი ჩაკრა რომელ ღვთაებას შეესაბამება, რომელი ჩაკრა სად მდებარეობს, რამდენი ჩაკრაა საერთოდ. ეს რომ იყოს, ხო არ არის დავა იმაზე, მაგალითად, რომ გული 1 არის თუ 9 არის, მაგალითად, ან თქვათ კუჭი 1 არის თუ 7 არის. შეიძლება ამაზეც ვიდაოთ, ხო, ყველა განსხვავებული მონაცემები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს განსხვავებები არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, ხო? შემდეგ ამასთან დაკავშირებით საინტერესო აღინიშნოს, რომ შათ საჰასრა სამხიტაში, შათ ნიშნავს 6,1000 ტექსტი არის, ესეთი ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია შიდა მედიტაცია, იგულისხმება, რომ მაგალითად შენ თუ ვერ აკეთებ ჩაკრებზე მედიტაციას, იმ სისტემაში არის 5 ჩაკრა, შეუძლია მის ნაცვლად განახორციელოს გარეგანი პუჯა. პუჯა გიორგი იცის რაც არის, ხო? გარეგანი პუჯა, ეს არის თაყვანისცემის რიტუალი. და ეს არის ალტერნატივა, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს, რომ მინიმუმ სისტემაში ჩაკრების რეალური ფიზიკური მდებარეობა შედარებით უმნიშვნელოა. იოგურ სხეულში ადგილების სქემის სხვადასხვა ვარიაცია შესაძლოა შემოწმუნებლად მოგეჩვენოთ და რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ტანტრული ტექსტის რედაქტორს თავად არ ქონდა საგნის საფუძვლიანი სპეციალიზებული ცოდნა, რაც ქმნის ჩვენს დაბნეულობას. რო კითხულობ ერთ ტექსტს და სულ სხვა რაღაცა წერია და მეორეში სულ სხვა რაღაცა, ვიღაცა ფიქრობს, რომ თვითონ ის ვერ ერკვეოდა, ვინც წერდა რა, ამდენად უცნაური არის, მაგრამ ეს სავსებით შეგნებულად არის როგორც ჩანს გაკეთებული. და აქ ესე იგი ხას უსვამთ ესეთ რაღაცას, რომ თუ შენ არ გაქვს ესეთი ვიზუალიზაციის უნარი, რომლითაც შენ წარმოიდგენ ამ ჩაკრებს და წარმოიდგენ მის შესაბამის თვისებებს ან ღვთაებებს, მაშინ უფრო გიმარტივებენ საქმეს და გეუბნებიან, რომ იგივე ღვთაებას თაყვანისცე გარეთ. მაგალითად, თქვათ, როგორც საკურთხეველში შემდეგი სქემა, პუჯა შეგიძლია გააკეთო რა. შემდეგ სლაიდზე ნახეთ, პუჯა, როგორი რაღაც არის დაახლოებით. თქვათ, რომ წარმოიდგინოთ სამსხვერპლო ცეცხლი, მაგრამ არ არის დაუშვათ აუცილებელი, რომ ცხარი დაიკლას ან რაღაცა შეიძლება
ერბო ან რაღაც ისეთი საჭმლით დაკმაყოფილდეს, ან როგორც რაღაც რიტუალური სქემა არის და ეს შეესაბამება იმას, რომ შენ მაგალითად აი ესეთი რაღაც რო წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი სწავლობს მაგალითად მათემატიკას, რომ დაითვლა გაუადვილდეს, თქვათ ვაშლებით, ხო, აძლევ რაღაცა კონკრეტულს და ეუბნები, რომ დაითვალო, ხო? გონებაში დათვლა უფრო რთული არის. რთული პროცესი არის, ხო? და ამიტომ ვისაც არ შეუძლია, ანუ ვიზუალიზაცია და ასე ვთქვათ, კონცენტრაცია, მას თვითონ ეს ტექსტების თავაზობდნენ, რომ გააკეთე პუჯა და კი ბატონო, აი იგივე ეფექტი არის, არ აქვს მნიშვნელობა. ხო, ანუ რაღაცა შეგიძლია გააკეთო წარმოსახვით, ან რაღაცა გააკეთო ვთქვათ, რეალურად. მაგრამ შინაარსობრივად იგივე. ეს შედარება ამოვიღე ერთ-ერთი მართლაც წამყვანი ინდოლოგი არის ამერიკელი ინდოლოგი დევიდ გორდონ ვაიტი, რომელიც არის ფაქტობრივად იოგას ისტორიის მკვლევარი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წიგნები აქვს მას დაწერილი იოგასთან დაკავშირებით და ტანტრასთან დაკავშირებით და ის ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ისევ ბორბლის თემა და რიტუალების თემა. ნახეთ, ეს არის ტაძარი, ასე ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ, რომელსაც აქვს ესეთი წრიული ფორმა და ცენტრში იგულისხმება, რომ არის ღვთაების სამყოფელი, ხო? და ფაქტობრივად ის გარე ტაძარი გადმოტანილი არის შიგნით, რაც შეესაბამება ანუ ჩაკრის თვითონ სიმბოლიკას, ფორმას და მის, ასე ვთქვათ, დანიშნულებას რა. ინტერნალიზაცია ხდება, ხო, ფაქტობრივად რაღაცა რაც გარეთ არის, ის შეიძლება გადმოიტანოს და ადამიანმა და ასე ვთქვათ, ან გულში უპოვოს ადგილი, ან ვთქვათ, გონება ტვინში უპოვოს ადგილი, ან დაუშვათ კუჩში უპოვოს ადგილი, ხო? ეს ხო ვიშუთხი ჩაკრა არის, ანუ 16 ფურცლიანი და სიმბოლიკაც დაკავშირებული არის. შემდეგი ესეც იოგას ფესვებიდან არის ეს ციტატა, ჩვენ მიერ განხილულია სხვადასხვა წყაროები, რომლებშიც განსხვავებული რაოდენობა და აღწერა არის მოცემული. მაგალითად, 11 ჩაკრას სისტემა მოცემულია დაახლოებით მე-10 საუკუნის გაულა ჯნანა ნირნაიაში. გაულა ტანტრის განსაკუთრებული მიმდინარეობა, ანუ არის ესე ვთქვათ, მიმდინარეობა, სადაც ამობენ, რომ არის 11 ჩაკრა. 4 ჩაკრეს სისტემა მოცემულია მე-10 საუკუნის ბუდისტურ ჰევაჯრა ტანტრაში. ეს მონაკვეთი მე ნათარგმნი მაქვს, ანუ მე შეგხვდება, ეს ძალიან საინტერესო არის. მართლა ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ბუდისტები ამ 4 ჩაკრას უკავშირებენ თავიანთ 4 პრინციპს, რომ არსებობს ტანჯვა, მას აქვს თავისი მიზეზი, არსებობს განკურნების მდგომარეობა და მისი მეთოდი ამ 4 პრინციპს, ბუდიზმის 4 მოტივს, რაც უფრო სწორი თარგმანი არის, შეუსაბამებენ ამ 4 ჩაკრას. ეს არის ტანტრულ ბუდიზმში, ანუ ჰევაჯრა ტანტრაში, რომ ზუსტად აქ არის მისი პროექცია. და აი ესეც ჰევაჯრა ტანტრას ფრაგმენტი არის. შემდეგი რომელი მოდის, ხო, აი ეს არის ამის ზუსტი პერიოდი დაახლოებით ვიცი, ანუ არის მე-6 საუკუნე, შეიძლება უფრო ზუსტი ისიც არსებობდეს, მაგრამ ნახეთ, ეს 4 ჩაკრის სისტემა არის და ისმინეს სამვარას დაყოფა, ანუ სამვარა ორი განმარტებით, ერთი არის თვითონ ქალღმერთის სახელი არის სამვარა, ან ნეტარებასაც ნიშნავს და აქ არის ნახეთ, ხმოვნები და თანხმოვნები, მთვარე და მზე, სიბრძნე და საშუალებები, თარმა, სამფოგა, ნირმა და მახასუკ სხეულები, ხმა, გონება. ასე გავიგონე, ეს თვითონ ბუდისტური სუტრების დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, დასაწყისი არის და აქ არის აღნიშნული, რომელი ასო შეესაბამება, რომელ ღვთაებას, რომელ ქალღმერთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
არის შემდგომ უკვე აღწერილი, რომ თქვა თარმა ჩაკრა არის გულის არეში, ბოდიში პირველი ჩაკრა ნირმანა ჩაკრა არის ჭიპის არეში, თარმა ჩაკრა არის გულის არეში, სამჰოგა ჩაკრა არის ყელის არეში, მაჰასუქა ჩაკრა არის თავის არეში. აი ახლა ამ ჩაკრებს ქვემოთ კიდე რომ გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, ამ სლაიდზე შეესაბამება, ნახეთ 4 ჩაკრას შეესაბამებათ რაღაც გარკვეული თვისებები, მაგალითად მრავალფეროვნება, აყოფიერება, განადგურება და უნიშნობა ან უთვისებობა, ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ყველას არ გავივლი, აი 26-ე რომელიც გავაწითლეს არის სწორედაც ეს ჩაკრები, აი ამ ჰევაჯრა ტანტრაში შეესაბამება 4 კეთილშობილურ ჭეშმარიტებას. ეს არ არის სწორი თარგმანი, აი აქ უნდა იყოს 26-ში უნდა იყოს ბუდიზმის 4 მოტივი. ესე უფრო სწორი იქნება, რომ რა ამოძრავებს, ასე ვთქვათ, ბუდისტს, რომ ეს არის გათავისუფლება ტანჯვისგან, მეორე ჩაკრას შეესაბამება მისი წარმოშობა, რომ ამ ტანჯვის წარმოშობი არის უმეცრება და ასე ვთქვათ, სურვილები, მისი თავიდან აცილების მდგომარეობა და გზა, როგორც მეთოდი, აი ეს არის. მას ასევე შეესაბამება, აი აქ 4-ად არის ყველაფერი. როგორც ჩანს, აი თვითონ ბუდიზმში ეს 4-იანი ხო გაცილებით ადრე იყო უკვე სისტემატიზირებული და აქ რაღაცნაირად ეყოთ 4 ჩაკრა. სავსებით გამაკმაყოფილებელი იყო და კარგად ასე ვთქვათ, იკმარეს. 4 ხო, აქ კიდე რაღაცებს მივაქციოთ ყურადღება, ხო, მაგრამ 4 რეალობა, ანუ მე მანტრა, ღვთაება და ცოდნა, ნეტარება, უმაღლესი ნეტარება, შეწყვეტის იგულისხმება ტანჯვის შეწყვეტის ნეტარება და ბუნებრივი ნეტარება, ეს არის ბუდიზმის 4 სკოლა. ხო, რაც შეეხება აი 31-ს, ხო, ანუ ჩანდალი ნიშნავს აი ამ ბუდისტურ სისტემაში იგივეს, რაც კუნდალინი იოგას სხვა სისტემებში. აი თვითონ ეს ტერმინი, რომელიც იწვის ნავლის არეში, წვავს 5 ტათაგატას და წვავს ლოკანას და სხვა ქალღმერთებს. ეს არის კუნდალინის შესახებ. უბრალოდ სხვა ტერმინით არის მოხსენებული. მოკლედ ეს 4 ჩაკრის სისტემა. ხო, დანარჩენი უბრალოდ სწრაფად გავირბენთ, რომ არის მაგალითად 12 ჩაკრის სისტემა 13-14 საუკუნის ერთ-ერთ ტრადიციაში, სახელწოდებებიც შესაბამისად. შემდეგ არის 45 ჩაკრა ქაშმირის, ანუ ეს ნახატიც არის, ეს სინამდვილეში ერთი გრძელი ნახატი არის და ძალიან წვრილი და გრძელი აქ უბრალოდ დაჭრილად არის წარმოდგენილი და შემდეგზე გადავიდეთ, ეს არის უკვე შესაბამისობა უკვე დასავლურ ტრადიციებთან ინტეგრაცია, ოკულტიზმთან ინტეგრაცია, მაგალითად ეს არის 7 ბეჭედი, ხო, ანუ იოანეს გამოცხადების 7 ბეჭედი, მისი შესაბამისობა, ასე ვთქვათ, ჯირკვლების სისტემასთან. და ეს არის აი სწორედაც გვიანდელი, ასე ვთქვათ, შეხედულება. ნახეთ, აი ვთქვათ, სასწაულე იესოს სასწაულებთანაც არის ანუ დაკავშირებული, რომ წყალზე სიარულის, ვთქვათ, აღდგომა და ასე შემდეგ, სხვადასხვა 5000 ადამიანის დანაყრება, ხო? ეს უბრალოდ რაღაცას დაუკავშირეს, მაგალითად 7 ალბათ ევროპულ ტრადიციაში უფრო დომინანტი იყო, თქვათ 7 ფერის სახით, 7 ნოტის სახით, ძირითად ცისარტყელის პრინციპიდან გამომდინარე, თუნდაც აი თქვათ ეზოთერულ სხვა წყაროებში 7-მა უფრო ესეთი წამყვანი გავლენა იქონია და ასე ვთქვათ, ამის გამო თუ მანამდე ინდუსებს ვერ გაერკვიათ რამდენი ჩაკრა იყო, ანუ 4 არის, 6 არის, 5 ანუ ყველამის, ანუ ყველა იწვივა დასავლურმა ტრადიციამ ეს მარტივად გადაწყვიტა, რომ არის 7 ჩაკრა და
ასე თქვათ, ლამაზად დაალაგა ეს ყველაფერი. კიდე არის რაღაც სქემა ეს ხო, აი 1930-იანი წლების ხო ეს ხო აი მაგალითად ფარისევრის შესაბამისობა თქვათ უკვე კონკრეტული ჯირკვლების შესაბამისობა ეს უბრალოდ აი ვიღაცა ასე ვთქვათ ადამიანებმა გადაწყვიტეს რომ ეს ხო არ არის და მოდი დავაკავშიროთ და ამით უფრო რაღაცნაირად ლამაზად დავალაგებთ 30 ჩაკრის სისტემა ანუ ამას თავზაბოლოს თუ გაუგებთ ოკეი ხო ანუ სქემები ძალიან ბევრი არის ხო და ხო უბრალოდ ერთი რაღაცა შეიძლება აღვნიშნოთ რომ შესაძლებელია მართლაც რომელიმე ნერვული სისტემის რომელიმე ნაწილს მართლაც კონდეს კავშირი რაღაცა ან მაგალითად დაავადებასთან ან იყოს ეგეთი კვლევები რომლებმაც აჩვენოს რომ თურმე რაღაც წერტილს მაგალითად რაღაცა თქვა ხერხემლის აი ამ გულმკერდის ზონაში რაღაც ისეთი თვისებაც აქვს რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით მაგრამ ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანი არის და ჯერჯერობით ანუ ეს ინფორმაცია რაც არის ხო არის იმ დონეზე რომ თქვა აი ვიღაცას რომ რაღაცა ხილვა კონდეს ან რაღაც დაესიზმროს და ასე შემდეგ რა და ვისაც უფრო კარგი სიზმარი ასე თქვა უფრო კარგად დაესიზმრება ანუ შეიძლება იმან გაიმარჯოს და თქვას რომ აი კი მე შემიძლია გაგიხსნათ ჩაკრები მე შემიძლია რაღაცნაირად დავინახო რომ შენ გახსნილი გაქვს თუ დახურული გაქვს ჩემო კარგო და რაღაცა ესეთ ვითარებაში ვართ ხო მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი არც სხეული არც ნერვული სისტემა არ არის რაღაც გამოკვლეული იმ გაგებით რომ ჩვენ პირიქით უფრო იმას ვხედავთ რომ შეიძლება აუხსნელიც იყოს როგორ მუშაობს და როგორ არის დაკავშირებული როგორ არის დაკავშირებული ესე თქვათ ესეთი რთული კომპლექსური პროცესები და საჭირო არის ანუ განგრძობითი მუშაობა ამაზე შემდეგ მაგრამ მე გეტყვით აი როგორც თავიდან ვახსენე ხათა იოგაში როგორ არის ანუ სისტემა მოცემული ანუ ენერგეტიკული სხეული ჯერ ვიტყვი რა არის ხათა იოგა ხათა იოგა არის შუა საუკუნეების იოგა რომელიც დაახლოებით შეიძლება ცნობები რაც ჩვენ გვაქვს სადღაც მე-9 საუკუნიდან გვაქვს ხათა იოგას შესახებ სიტყვა ჰათა ტამილურ ენაზე ნიშნავს იგივე როგორც ტავა იოგა რაც ტაპას ნიშნავს ანუ ეს არის ასკეტური იოგას ჰათა იოგა ნიშნავს ესე ვთქვათ ესე ასკეტური იოგას ჰათა მეორენაირად იშიფრება როგორც ჰადათა როგორც ქალური და მამაკაცური ენერგია მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა ჰათა იოგასთვის ჰათა იოგა არის ასკეტური იოგა რომელიც აერთიანებს ასანებს, ანუ სხეულის პოზებს, აერთიანებს პრანაიამებს, ანუ სუნთქვის კონტროლსა და ვარჯიშებს, გამწვენ პროცედურებს, მუდრებს, ენერგეტიკულ ჟესტებს, ენერგეტიკულ არხებს, მათ შორის კუნდალინს იმ მიზნით, რომ ადამიანმა მიაღწიოს სამარხის რაჯა იოგას, ანუ უმაღლეს ფსიქიკურ იოგას. ის რომ დღეს ესეთი შეხედულება რომ ხათა იოგა სხეულის პოზებია და ვარჯიშებია ეს დღევანდელი შეხედულება არის თორე ხათა იოგა თვითონ მოიაზრებს ასანებსაც, პრანაიამებსაც, გამწვენ პროცედურებსაც, მუდრებსაც და მასში ცენტრალური ადგილი უკავია იმას რომ არსებობს ენერგეტიკული სხეული, არხები, ჩაკრები, კუნდალინი და პირველ რიგში სანამ კუნდალინს შემოიღებდნენ ხათა იოგაში პირველ რიგში აქ ყურადღებას აქცევდნენ სექსუალურ ენერგიას და მიაჩნდათ ესეთი რაღაცა რომ სექსუალურ ენერგიაზე არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა ანუ მნიშვნელოვანი არის რომ არ დაკარგოს სექსუალური ენერგია ადამიანმა და შეინარჩუნოს და ამ გზით მიაღწევს ახალგაზრდობას და უკრავებასაც კი სქემა იყო ასეთი სქემა აი ბინდუ მაგალითად ანუ მამაკაცის სექსუალური ენერგიის აღნიშნული არის, ანუ სპერმას შეესაბამება და ეს არის ასე ვთქვათ ქვედა ცენტრიდან სექსუალური ენერგიის აწევა მაღლა
ზემოთ. უფრო სწორად რო ვთქვათ, სექსუალური ენერგია თითქოს არის თავში და აღზნების შემთხვევაში ჩამოდის ქვემოთ. იღვრება და კარგავს ენერგიას. ამიტომ ჰათა იოგას ენერგეტიკულ სისტემაში ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ სექსუალური ენერგია შენარჩუნებულიყო თავში. და ამისთვის გამოიყენებოდა სპეციალური ტექნიკებიც, რომელიც ასე ვთქვათ, კონტროლის საშუალებაც იყო და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გამოიყენებოდა ფსიქოტექნიკებიც. ცალკე ასევე მოცემული არის ტექნიკები ქალებისთვისაც. მაგრამ ეს სქემა ხათხევებს არ ეყოთ, რომ მარტო სექსუალური ენერგიის, ასე ვთქვათ, სექსუალური ენერგიით манипуляცია, იმიტომ რომ ხوارის რაღაცა ალბათ ჩაკრების თემა ძალიან პოპულარული იყო და ჩვენც გვინდა ჩაკრებიო და ჩაკრების და კუნდალინის სისტემა გადმოიტანეს ასევე და აქვთ ორი პარალელური სისტემა. ანუ ერთი არის რომ თან სექსუალური ენერგიაც უნდა აწიონ და თან ამის პარალელურად კუნდალინიც უნდა აწიონ. ოღონდ არიან ესეთი, ასე ვთქვათ, განსაცდელის წინაშე, რომ უნდა მოახერხონ ის, რომ სექსუალური ენერგია რო ავა ზემოთ აღარ ჩამოვიდეს ქვემოთ, მაგრამ კუნდალინი რო ავა ზემოთ, პირიქით ის უნდა ჩამოვიდეს მთელ სხეულში, მას ახასიათებს ნექტარი, ასე ვთქვათ, ამრიტა, ღვთაებრივი, ასე ვთქვათ, სუბსტანცია, რითაც უნდა გაჯერდეს სხეული და მიაღწიოს უკვდავებას. აი ესეთი ორმაგი სქემა არის ხათხა იოგაში და თქვენ თუ შეკითხვები გექნებათ, ანუ ჩაინიშნეთ და მე ხო აი კუნდალინზე გადავდივარ და ბევრი აღარ დაგვრჩა. ხო. ხო, რაც შეეხება კუნდალინს, კუნდალინი აგრეთვე კუნდალი, რაც დახვეულს ნიშნავს, წარმოადგენს ღვთაებრივ ქალურ ძალას, შაქტი, რომელიც იოგის სხეულშია მოთავსებული. ხო, ანუ იოგის სხეულში, იმიტომ რომ სხვებს არ აქვთ. რომლის სტიმულაციასაც შესაძლებელია იოგას პრაქტიკების მეშვეობით იმ მიზნით, რომ სულიერი პოტენციალის აქტუალიზაცია მოხდეს. აქ სულიერი პოტენციალის აქტუალიზაციაში იგულისხმება ერთი ის, რომ ანუ თავარი მიზანი, რომ სულიერ გათავისუფლებას მიაღწიოს, ანუ თავის ნამდვილ ბუნებას დაუბრუნდეს ეს ერთი, მეორე რომ თავი დააღწიოს ანუ ტანჯვას და ასევე ეს მოიაზრებს იმას, რომ მიაღწიოს ფიზიკურ ჯანმრთელობას და ასევე უკვდავებას. ხო, რა არის ხო, ბოდიში კიდე ერთი, ხო, ქალღმერთი კუნდალინი, ხო, ეს არის ქალღმერთი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ქალღმერთად უბრალოდ ესე ვიზუალიზირებული არის და ანუ ესეთი ის რომ არ გაჩნდეს, რომ აუცილებელია თუ არა რომ ადამიანი რაღაც მორწმუნე იყოს, რომ რაღაც კუნდალინი დაიჯეროს თუ რაღაცა, თან კი თან ალბათ არა, იმიტომ რომ მათ წარმოდგენაში ეს ენერგეტიკა ცალკე ესე არ არსებობდა, რომ ეს არის დაკავშირებული რაღაც ანუ სამყაროს ძალებთან, ანუ ღვთაებებთან, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეხლა როცა ამობ ენერგია უფრო ესე ჟღერს რა, მეცნიერულად, სეკულარულად, უფრო ასე ვთქვათ, ორს არ ჭრის ისე და რა თქვა რომ ეს ქალღმერთი არის, რაღაცა მაშინ მე ქრისტიანი თუ არ ეგრანაირად გამოვა, ხო? მაგრამ ეს შეგიძლიათ რომ თქვენ თვითონ დააკვირდეთ, რომ ისინი როგორ უყურებდნენ, როცა უწოდებენ კუნდალინს ქალღმერთს, ანუ რას გულისხმობენ ამაში, რომ ეს არის უბრალოდ ენერგიის აღწერა თუ ეს მართლა წმენა არის, რომ ესეთი ძალა მართლაც არსებობს. ქალღმერთი კუნდალინი ხშირად წარმოდგენილია როგორც დახვეული მძინარე გველი ხერხემლის ფუძეში, რომელიც თავით კეტავს ცენტრალური არხის სარქველს. ახლა აქ წერია, რომ ხშირად წარმოდგენილია როგორც დახვეული მძინარე გველი ხერხემლის ფუძეში. მაგრამ ხშირად არ არის წარმოდგენილი. ანუ სხვანაირადაც არის წარმოდგენილი რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ეს ფაქტობრივად არის კრიტიკული ანალიზი და ხო, შემდეგ გამოღვიძების მეთოდები. კუნდალინის გამოღვიძების მეთოდები არის ვიზუალიზაცია,
და ვიზუალიზაცია ტანტრაში არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოტექნიკა, ანუ რიტუალების შემდეგ, მოდი ასე ვთქვათ, აი ფსიქოტექნიკებში ტანტრული პრაქტიკა მოიაზრებს უფრო მეტად ვიზუალიზაციებს. მაგალითად, როგორი ტიპის ვიზუალიზაციებია? მანდაც არის არჩეული ღვთაება, მაგალითად, ქალღმერთი, ამის ვიზუალიზაციას აკეთებ და შენი ამოცანა არის ის, რომ დაინახო ეს ქალღმერთი, რაც შეიძლება ცხადად. მისი, ასე ვთქვათ, ატრიბუტიკით, როგორ ზის, რა აცვია, აქსესუარები, თვალის ფერი და ასე შემდეგ. და ხო, შენ დაინახო ეს როგორც ცხადად, მოათავსო ერთ, ასე ვთქვათ, მანდალაში და ეს მანდალა დაინახო როგორც ერთი წერტილი. აი ესეთი ტიპის ვიზუალიზაციები არის, თუმცა არის სხვა ტიპის ვიზუალიზაციები, ასევე არის სუნთქვის შეკავება, ანუ პრანაიამა, მაგალითად ჰათა იოგაში პრანაიამა სუნთქვის კონტროლი მიიჩნევა კუნდალინის გამოღვიძების მეთოდად, იმიტომ რომ ჰათა იოგაში ნაკლები არის ვიზუალიზაციები. ასევე იოგას მუდრები, იოგური მუდრები არის მაგალითად ერთ-ერთი მუდრა არის ქეჩარი მუდრა, რომელიც გულისხმობს ენის გამოწელვას და ენა რომ მიიდოთ ცხვირზე, ან წარვებს შორის და ენის ძარღვის, რომელიც იჭერს ენას, ჩაჭრას და ესეთი პროცედურა არის აღწერილი. ანუ ბევრი უცნაური ტექნიკა არის, აი როგორც ესეთი გამოთქმა რო არის, რომ მახათის ლეგენდა რო არის, ასე ვთქვათ. ოკეი. მანტრები, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ყველა ტრადიციაში. მართლაც აი ხანდახან ძნელია გავავლო მიჯნა, რომ სად იწყება იოგა და სად იწყება, თქვათ, სად თავდება იოგა და სად იწყება ტანტრა. ან საერთოდ რა განსხვავება, იმიტომ რომ ძირითადად ანუ ეს ერთმანეთს ფარავს ის პრაქტიკები, რაც არის ერთგან, ისევე მეორეგან. მანტრები ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო. რაც შეეხება გამოღვიძების პროცესს, ანუ კუნდალინი გაივლის სხვადასხვა ჩაკრებს, ან განჭოლავს კვანძებს, რასაც გრანთები ეწოდება, რომლებიც ამ გზაზე მდებარეობენ. ეს პროცესი აღვიძებს სპეციფიკურ ძალებს, სითხებს და ბოლოს, როდესაც კუნდალინი ღვთაების ადგილსამყოფელს აღწევს თავში, ანუ ის ქალღმერთი არის, ღვთაება ელოდება თავში და ან 12 თითის სიმაღლეზე თავის ზემოთ გათავისუფლება, ანუ მოქშა, ანუ უკვდავება მიიღწევა. ხო, რაც შეეხება აქ რო წერია სითხებს, სითხი თვითონ ნიშნავს მიღწევას. სითხებში იგულისხმება ჩვენთვის ზებუნებრივი ძალები, როგორიც არის თქვა ტელეპათია, სხვისი სხეულის მართვა, მაგალითად ხო მაგალითად თუნდაც ნებისმიერი ისეთი ზებუნებრივი ძალები. და ოღონდ აქ ამ ტრადიციებში არ უწოდებენ მათ ზებუნებრივ ძალებს, იმიტომ რომ გულისხმობა რომ ესეც ბუნებრივი ძალები არის, უბრალოდ საჭირო არის მათი, ასე ვთქვათ, გამოღვიძება. მაგითო თარგმნია როგორც სპეციფიკური ძალები, ეს უფრო სწორი თარგმანი არის, ესეც საინტერესო შეხედულება არის ბუნებრივსა და არაბუნებრივს შორის, რომ ანუ ყველაფერი რაღაც გაგებით ბუნებრივი არის, რაც მიღწევადი არის. ხო, გამოღვიძების პროცესის შემდეგი არის გათავისუფლება მისი შივასთან შერწყმით, ანუ ის თუ კუნდალინი თუ არის ქალღმერთი, მისი მეუღლე არის შივა ღვთაება და ეს არის აი ნახეთ შუა ხაზი აი ჩაკრების შუაში აი ამ სუშუმნა ეწოდება მას გაივლის და სხვადასხვა ძალიან კარგი ნახატები არის, ძალიან მომწონს, ანუ უმეტესობა არის მე-17-18 საუკუნის და თვითონ ანუ გავლენაც საინტერესოა. აი როგორ კარგად აქვს აი პირის იმაში დაჭერილი ხო ლოტოსი ხო ძალიან კარგად. ხო და აი თვითონ კუნდალინმა უნდა გაიაროს წესით ცენტრალური არხი, არ გადაუხვიოს არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. და ბოლოში მიიღწევა, ასე ვთქვათ, უკვდავების ნექტარი უნდა ჩამოიღვაროს სხეულს. აი რაც წერან თქვი, რომ მაგალითად სექსუალური ენერგიისგან განსხვავებით კუნდალინის ენერგია როცა
მიიღწევა ზემოთ, როდესაც მიაღწევს სახასრას, მე ისევ უნდა ჩაიღვაროს სხეულში და დაუბრუნდეს. აი ეს რაღაც შივა-შაქრის ენერგიის გაერთიანება, რომელიც იღურება ეთერში, ხო? კი. ეხლა და ჩაინიშნეთ შეკითხვები, მე ცოტა გადამჭა და შემდეგზე გადავედით ადრეული წყაროები. ხო, თვითონ ადრეული წყაროები, ხო. პატანჯალის იოგა შასტრაში კუნდალინის ნახსენები არ არის, ეხლა აქ არ გაგიკვირდეთ, რომ იოგა შასტრა მიწერია, იმიტომ რომ იოგა შასტრა იგულისხმება სუტრა თავისი კომენტარებით. ანუ არ არის ნახსენები კუნდალინი, თუმცა ჩაკრები არის ნახსენები, მაგრამ არ არის განმარტებული რას ნიშნავს. ანუ ჩაკრა იოგა სუტრაში ამ ყველა ვარიანტში ამ ჩაკრებს არ ნიშნავს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, იმიტომ რომ მაგალითს გეტყვით რა. იოგა სუტრაში არის, იოგას ფსიქოლოგიაში არის ეგეთი აღწერა ჩაკრის, რომ მაგალითად შენ რომ რაღაც ჩვევა გქონდეს, თქვათ მოწიო სიგარეტი, ხო? ეს არის ქმედება, რომელიც გამეორების შემთხვევაში გადადის ჩვევაში და ჩვევა ისევ იწევს მოთხოვნილებას მოქმედების. მოქმედება ისევ ჩვევას აძლიერებს და ამ წრეს უწოდებენ იოგას ფსიქოლოგიაში ჩაკრას. დებით, ანუ ეს ჩაკრა შეიძლება ბევრგან იყოს, მაგრამ საერთოდ სხვა რამეს ნიშნავდეს, ხო ეს უბრალოდ თუ ბორბალი არის, ეხლა გზის იქით რო არის, ანუ მაღაზია ბორბლებს რო ყიდიან, რა თქმა უნდა, შეიძლება სანსკრიტულად ყოფილიყო დავუშვათ ჩაკრები, ხო? ანუ მაგრამ ანუ ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობით. და სამაგიეროდ სხვაგან არის ასევე იოგა სუტრაში ნახსენები ჩაკრები, მესამე თავში არის ნახსენები ჩაკრები, იმაზე როგორც ისეთი ადგილები, რაზეც უნდა მოხდეს კონცენტრაცია, ნაფი ჩაკრა არის ნახსენები, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული რა არის და რა ფუნქცია აქვს საერთოდ. შეიძლება ეს წარმოდგენა იყოს, რომ უბრალოდ ადამიანის ანატომია ეგრე არის მოწყობილი, ანუ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ რაღაცა ღვთაებრივი წარმოდგენა ყოფილიყო მასში, აი წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ სანამ ვთქვათ მედიცინა განვითარდებოდა, იყო რაღაც შეხედულებები, როგორ ფუნქციონირებს ორგანიზმი, ეს ამასაც შეგვიძლია ასე ვთქვათ მივაწეროთ და რატომაც არა და ასევე მეორე რასაც მივაწერეთ, ეს არის რომ მაკროსამყაროს, ანუ მაკროსამყაროს ინსტალაცია, ანუ გადმოტანა საკუთარ სხეულზე და ამ ხრივ საინტერესოა, მაგრამ ფაქტი არის, რომ კუნდალინი არ არის ნახსენები იოგა შასტრაში, რომელიც სავარაუდოდ მე-4 საუკუნის, ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის ტექსტი არის. პირველად კუნდალინი სავარაუდოდ არის შივაიტურ, ანუ შივას მიმდევრ ტექსტებში არის მოცემული. ხო, და ეხლა გადავიდეთ თვითონ ლოკაციაზე. ხო, ან სად არის ანუ მოცემული, სად არის განთავსებული კუნდალინი, ან ცენტრალური არხი სუშუმნა შესასვლელთან იმყოფება, რომელიც გვიანდელ წყაროებში ხერხემლის ფუძეშია მოთავსებული, ხოლო ადრეულ წყაროებში ხანდახან ნათქვამია, რომ იგი გულის ან ჭიპის ჩაკრაშია მოთავსებული, ან კანდაში, კანდა ქვემოთ არის, ბურთულაში, რომელიც ჭიპის ოდნავ ქვემოთ მდებარეობს. ანუ ესე იგი, რომ სად არის კუნდალინი, უფრო ადრეული წყაროები ამბობენ, რომ ან გულში არის, ან მუცელში არის. უფრო გვიანდელი წყაროები ამბობენ, რომ ქვემოთ არის და ქვემოთაც არის ასევე განსხვავება კონკრეტულად სად. და ეგ გვაძლევს აი ამ კიდევ ერთ მრავალფეროვნებას, რომ და ასევე დამაფიქრებელი არის იმ მხრივ, რომ თუ ეს რამე ობიექტური რაღაცა არის და ჩვენ ვამბობთ, რომ მაგალითად იმისთვის, რომ ადამიანმა დაადგინოს მართლად ჩაკრებზე, უნდა იყოს მხედველი, უნდა იყოს ნამდვილ ტრადიციაში და რა გამოდის, რომ თვითონ ის ტრადიცია, რომ იმ ტრადიციებში არ არის ეს ასე ვთქვათ დადგენილი და
ეს ტრადიციები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან აი ამ ინფორმაციაში და გამოდის რომ არ არსებობს რაიმე ობიექტური მოცემულობა რომ შენ ადამიანს იმასაც ვერ ეტყვი რომ მაგალითად შენ რომ მიმდევარი გახდე ზუსტად იმ რაღაცების მაშინ დაადგენ იმიტომ რომ გამოდის რომ მაშინ ამ მრავალი სკოლიდან შეიძლება ერთი ყოფილიყოს მართალი ხო ერთმანეთს გამორიცხავენ რაც შეეხება ფუნქციებს ხო ეს თვითონ კუნდალინი თვითონ ტერმინი მრავალ შივაურ ტრადიციაში კუნდალინი აგრეთვე შემოქმედი ქალღმერთი არის ხო ესეც თვითონ ფუნქციას რაც შეეხება შემოქმედი ქალღმერთია უზენაესი ენერგია რომელიც ავლენს ელემენტების პრინციპებს დატვები და ბგერის წარმოქმნას განაპირობებს ანუ მოდი ესე ვთქვათ სამყაროს შემოქმედება დატვა ის ელემენტები არის რომლისგანაც სამყარო შედგება და კუნდალინი არის ასე ვთქვათ შემოქმედი ქალღმერთი მისი განსხვავებული ფუნქციები განაპირობებენ იმას რომ იგი სხვადასხვა სახით არის გაანალიზებული აფინავა გუპტა საუბრობს პრანა კუნდალინზე შაქტი კუნდალინზე და პარა კუნდალინზე შესაბამისად სასიცოცხლო ძალა შექმნის ძალა და უზენაესი ქალღმერთი შემდეგი ხო ისევ ფუნქციებზე საუბრობთ მრავალ შივაურ ტრადიციაში ეს იგივეა ხო კარგი ხო მცირე რაოდენობის ტექსტები კუნდალინის ზემოთაღნიშნულ სამმა კოსმოგონიას სამაგი არის რო თქვა სასიცოცხლო შექმნის ძალა ანუ როგორც უზენაესი ქალღმერთი გეუბნებიან რომ არის სამი კუნდალინი და მათ შესაბამისად სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ანუ ქვემოთ, შუაში და ზემოთ ათავსებენ რომ ეს კიდე ერთი ასე ვთქვათ განსხვავებული შეხედულება არის. მისი ფუნქცია არის ანუ შთანთქმა რომ როგორც მან შექმნა სამყარო, ისევე რომ ეს სამყარო თანდათანობით შთანთქას და ეს გულისხმობს ანუ იოგის გათავისუფლებას, ანუ სამყაროსგან გათავისუფლებას. და კიდე ორი სლაიდი გადაგვრჩა. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური არხის გზით აღმასვლა საერთო საშუალებაა იოგას ტრადიციებისთვის, ხო, ანუ ეს რაც საერთოა, ანუ ისე არ არის, რომ მართლა ყველაფერი განსხვავებული იყოს, რომ ესე იგი, რაღაც ენერგიის აღმასვლა უნდა მოხდეს. არსებობს კონცეფციათა სხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ის, რაც ადის. ან სული, მეობა, ან რასაც ჯივას უწოდებენ, ჰამსა, სასიცოცხლო აირი, პრანა, თესლი, თუ თესლის ესენცია, ანუ ბინდუ, როცა ხათხა იოგას ტრადიციაზე საუბრობდი, ხო? მანტრული რეზონანსი, კუნდალინი, თუ როგორც ეს ბუდისტურ იოგას სისტემაში არის ცეცხლოვანი ენერგია, რასაც ბუდისტში ჩანდალი ეწოდება, ხო? და ბოლოს ანუ ბჭყალებში მოვათავსე ანუ ანტიკუნდალინი ჩვენი წელთაღრიცხვით მე-10 საუკუნეში ანუ პადმა სამხიტაში კუნდალინი არ არის წარმოდგენილი როგორც დინამიკური გამჭოლი ძალა. ანუ არის ისეთი ტექსტებიც, ანუ პადმა სამხიტა, ლოტოსის სამხიტაში მე-10 საუკუნეში წერია რომ კუნდალინი არ არის ის რაც უნდა ავიდეს და რამაც უნდა ჩაკრები გაიაროს. არამედ ეს არის ბლოკი, ანუ წინაღობა არის რა, რაც უშლის ხელს ადამიანს. დახვეული, რომელიც სიცხით უნდა გადაილახოს, რათა მისცეს სუნთქვას საშუალება ცენტრალური არხით ავიდეს. ნეტრა ტანტრაში ნახსენებია ხო ბლოკი სახელწოდებით კუნდალა, ხო? ანუ იქ სადაც ჩაკრებზე იყო საუბარი ნეტრა ტანტრა, რომელიც ვახსენეთ, იქ კუნდალინი ასევე ანუ ბლოკს აღნიშნავს. ან რაც უნდა იყოს ასე ვთქვათ გადალახული. და მოკლედ კომენტარს გავაკეთებ, უბრალოდ რომ შევაჯამო, რომ ეს არის მიმართულებები, ნახეთ, დაწყებული, ანუ ძველი ტექსტებიდან
რა წარმომავლობა აქვს თვითონ ამ იდეას სავარაუდოდ როგორ ვითარდება შუა საუკუნეებში, როგორი განსხვავებული, ასე ვთქვათ, ხედვები არსებობს სხვადასხვა ტრადიციაში, მერე თანამედროვე მე-20 საუკუნის პერიოდში როგორ შეიქმნა ის სისტემა, რომელიც დღეს ბაზარზე არის გამოსული, ასე ვთქვათ, უნდალინის და ჩაკრების სახელით და მე უბრალოდ ისევ იგივეს გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით ეს ყველაფერი ჯერჯერობით არ არის ისეთ დონეზე მისული, რომ იყოს სანდო ან სარწმუნო იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანმა ამით რამენერად ისარგებლოს. თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ რა არის ანუ თუნდაც არც ფერების თვალსაზრისით, არც ღვთაებების თვალსაზრისით, არც რაოდენობის თვალსაზრისით, არც პრაქტიკების თვალსაზრისით, იმიტომ რომ სხვადასხვა ტრადიცია სხვადასხვანაირად წარმოუდგენია დაუშვათ აი ამის ასე ვთქვათ გახსნა და შესაძლებელია გაგრძელდეს, არ ვიცი, თუ ამას ჩავთვლით, რომ ეს არის წინაპარი შეხედულებებისა, როგორ წარმოედგინა ძველ ადამიანს ნერვული სისტემა მაგალითად რა, რაღაც შეიძლება და რაღაცეებში შეიძლება ემთხვეოდეს კიდეც და ძალიან კარგი მიგნება არის მაგალითად ის, რომ თქვათ ეს ყველაფერი დაუშვათ ხერხემალთან არის ძირითადად კავშირში, არა მარტო ხერხემალთან, მაგრამ მაინც ტვინთან არის დაკავშირებული, თვითონ პროექციების სახით. შეიძლება რაღაც თვალსაზრისით ჯირკვლებსაც შეესაბამებოდეს, მაგრამ ამის იქით, რომ ის თუ მართლა რა კავშირები არსებობს, თუ რა არ არსებობს, ეს არის შემდგომი ძიების და კვლევის საგანი ჩემი აზრით. კარგი, მოდი ახლა თუ გინდა ლაივი გავაჩეროთ და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეთ.